კრიზისი განვითარების საშუალებას იძლევა და მე რაღაც კრიზისი ხო პიროვნულ დონეზეც არის, არ არის აუცილებლად ქვეყანაში იყოს კრიზისი, როდესაც რაღაცა ეგეთი ხდება, მე ამას ნახე როგორ უყურებ, დაიწყო საინტერესო ცხოვრება. აჰა, ესე იგი ამოცანა მაქვს გადასაწყვეტი, ხო? აი რაღაცა პრობლემა გვაქვს. სულ ერთია ურთიერთობაში იმაში პრობლემა, ხო? პირველი რას აკეთებ? ვაიმე პრობლემა მაქვს, აზრი არა აქვს. თავი პრაგმატულად უნდა მუშაობდეს. ვაიმე პრობლემა მაქვს არა, პრობლემა რო არის გასაგებია. კი, ახლა ევროპა გვეუბნება, რომ სიტყვა პრობლემა არის იხმაროთო ნეგატიურიაო და იხმარეთ გამოწვევაო. უბრალოდ კანალიზაცია რო გაიჭედება, მე ვერ დავრეკავ და იცით რა გამოწვევა მაქვს. ერთი კანალიზაცია გაიჭედა, ასე ვარ. ან დავარქვათ, რასაც სახელია, რაც ადამიანური, მაქვს პრობლემა, კი ბატონო, მაგრამ პრობლემის გადაჭრას სჭირდება რესურსი, ხო? ესე იგი ვაანალიზებთ რა მინდა რომ მივიღო და რა ჭირდება იმას რომ მივიღო. დავშალე ელემენტებად. ან ჭკუ არ მყოფნის, ან მატერიალურ რაღაც არ ყოფნის, ან რაღაც არ ყოფნის, ხო? რაც არ ყოფნის პრობლემის გადაჭრას ზრუნავ რომ ის შევიძინო. რა არის ამაში საპანიკო? არა მაქვს ეხლა, ვერ ვიძე. მე შემიძლია საკითხი ღიად დავტოვო და რატო? აი ამის ეს რჩევაც გაითვალისწინეთ. როცა რაღაცას ვერ ჭრი კონკრეტულ მომენტში, ძალიან რო გადაყვები ამას, აფუჭებ იმ საქმეებს, რომელიც საქმეების გაკეთებაც ადვილად შეგელია. იმიტომ რომ რა იცი, აქეთ მაქვს ყურადღება და ესენი გამიფუჭდა. მე მაგალითად, როდესაც ვხედავ, რომ აქ ჯერჯერობით არ ყოფნის რესურსი გადავწყვეტ, ამას ტოვებ ღიად. მე თვითონ ვამბობ, რომ მოდი ამ საკითხს დავუბრუნდები, მაგალითად 10 ოქტომბერს, 10 ოქტომბრამდე გავაჩერე, რომ ეს რაც ადვილად გამომდის და პრობლემა არა, ესეც აღარ გავიხადო პრობლემა. ძალიან კაი თვისებაა ეს. ძალიან კაი თვისება, იმიტომ რომ ჩვენ ერთ საკითხს